დარჩა 4 ბრძოლა ამ ზონაში სოროზანიშვილი თითქია შემდეგ ბაჩუკი აბულაძე ნოდარ გიორგაძე ესე ჩავშალილი ჩემპიონია ოღონდ 66 კილოში შემდეგ გიორგი ბეროაშვილი და გოგა სიჭინავა და ნიკოლოზ ახალაური და სანდრო თათარაშვილი კლასიკური მემარჯვენე დგომია, ცოტა თუ ფაქტიურად თუ პირველმა დაიწყო შეტევოფოსოვით სოროზანიშვილმა. ორივე მხრიდან იყო დაწმები. შემდეგ თითქოს თიქია მიიწვია კუთხეში ვეტოკე. სოროზანიშვილი მაგრამ დიდი არაფერი. ამ შეტევქონდა ხა ირაკლი სოროზანიშვილს მინიმუმ ერთი გოგი მოარტყა შეიძლება მარცხენა და მარჯვენაც ის არის უფრო შეტევების დამწყები დასრულდა პირველი რაუნდი, უფრო აქტიური იყო სოროზანიშვილი, თუმცა ვიქნა თოკის თქონდა მეტი დაწყება, ეს არაფერს არ ნიშნავს. კი ბატონო, ირაკლი სოროზანიშვილი მოიგო 5 მიმსაჭთან ხობელ უგა თირქიასთან. კარგი იყო ხა ორი მარცხენა ხუკი საკმაოდ ზვავი სოროზანიშვილის უფრო გამოიკვეთა ეს უპირატესობა
სერია გავუშვა ლუკა თირქიამ და ამით ალბათ საბოლოო გამარჯვებული ფინალობა გაიგო. ეხლა თუ რაღაც ერთი დავწყოთ არ მოიგო ლუკა თირქიამ ამის ნიშნები აქამდე არ ყოფილა უტევდა დამაჯერებლად მოიგო. 5 საჭთან მოიგო სოროზანიშვილმა რაუნდი და ეხლა არ არის გამოიცხული ეს ბრძოლა ლადამდე დასრულდეს, თითქოს თავიდან თანაბრად დაიწყო, აი ესეთ წინა ბრძოლა უფრო მოულოდნელი იყო, ზუხბაიამ მოიგო პირველი რაუნდში თითქმის თანაბარი დასაწყისის შემდეგ და ეხლა ირაკლი სოროზანიშვილი იგებს მეორე რაუნდში მადამ დემსაჯის გადაწყვეტილებით. შემდეგი წვლილი იქნება ასეთი და გაიყვება სოროზანიშვილის მეთოქეებ, რინგზე გამოვლენ ბაჩუკი, აბულაძე, ფოთი და ნოდარ გიორგაძე, ესეც 66 კილოში შავშანდელი ჩემპიონი, ახალციხელი მოკრე. აბულაძე გიორგაძე, შემდეგი. და გადავდივართ შემდეგ ბრძოლაზე ამ კარგი სანახაობა. შემდეგ ირაკლი სოროზანიშვილი თბილისი და ნოდარ გიორგაძე ახალციხე. სოროზანიშვილმა გუშინ დაამარცხა მეორე რაუნდში ლუკა თირქია ხობელი და ნოდარ გიორგაძემ 5-0 მოუგო ბაჩუკი აბულაძეს პროთომოგეს. ირაკლი სოროზანიშვილი და ნოდარ გიორგაძე. მოგაცავთ თაობა აგერა ყავს, და მეორე ზუგდიდელია ამავე ზონაში გოგა სიჭინავა, რომელიც შეხვდება თბილისელ ნიკოლოზ ახალაურს. ავიცი ეს ბოლო პაუზა რითი არ გამოწვეული ჩვენ ტექნიკური დელეგატი ზურაბ ტიგულა აძლევს დირექტორების სამსაჯს მისით მონჯოვიძეს ბრძოლა მალე დაიწყება სოროზანიშვილი გიორგაძე კიდევ ერთი შავშანდელი ჩემპიონი საქართველოში და ისიც 15 წლამდელებში ნოდარ გიორგაძე ყველამ თითქმის მოიმატა წონა, რა თქმა უნდა, უმეტესობამ ერთწონით კატეგორიის ზემოთ ავიდა, თუმცა არის გამონაკლისი სადღაც გორკაზარიანი მაგალითად ჩართული იყო 66-ში და წელს არის 80 კილოგრამში. ხდება არაფერი ჩაფხუტია დასასრულებელი მოსარგები სოროზანიშვილი
პირველი რაუნდი მოიგო ნოდარ გიორგაძემ 5-ე მცაშტი. ნახევარფინალები 11 წელზე დაიწყება, 6 ბრძოლა გვექნება გოგონებში და შემდეგ 26 ბიჭებში. კიდევ თბილისელია სუროზანიშვილი ახალაური, მოგვიწევ ჯერ რაწონებიც იყო 66-მდე მოწონაში ორი კაცი ყავს თბილისის ნახევარფინალში და დანარჩენებში თითო 75-ში არ ეყოლება მხოლოდ ეს უკვე გადაწყვეტილია. ისე ზაფრი შეტევა აქ ხა მინიმუმ 2 ძლიერი დარტყმა ჰქონდა ნოდარ გიორგაძეს, მაგრამ გაუძლო, მაგრამ სისხლის დაზიანდა. ირაკლი სოროზანიშვილი დაჭირდება ექიმის დახმარება სოროზანიშვილს. ეს პირველი დაზიანება მან დარტყმის შედეგად მიიღო, ლეგალური დარტყმის თუ აღარ გამოუშვა ექიმმა, მაშინ გიორგაძე გამოცხადდება გამარჯვებულად. თუ შემთხვევით შეჯახება იყო, მაშინ გაითვლიან ქულებს და პირველი რაუნდი გიორგაძეს რა გამოუშვა ექიმმა, მოკლედ. მესამე ვარიანტი თუ არალეგალური დარტყმით მიაგნია ხა მოთხოვეს ტრაუმა და მან ლეგალ გააგრძელა ბრძოლა, მაშინ შენიშნება დისკვალიფიკაციით. ხა ჯანს ავიჩიოს ნოდარ გიორგაძე დარტყმით შედეგიანი დარტყმით დაასრულა რაუნდი. ყველაზე დახვეწილი ტექნიკა არ აქვს, მაგრამ რაც აქვს ბრძოლის უნარი აქვს, დარტყმა აქვს საკმაოდ ძლიერი. მეორე რაუნდიც მოიგო მან და შავშანდელი ჩემპიონია და მეორე ჩემპიონობისკენ მიდის. ცოტა დარჩა ნახევარფინალში გასვლამდე. კიდევ ერთი ქალაქი დაგვემატება მედალოსნების სიაში, ეს იქნება ახალციხე. ახალციხეს ეყოლება როგორც ჩანს 70 კილოგრამში ნახევარფინალისტი. გადარჩევა ბოლო ბრძოლა აქ ამ ზონაში და ამის შემდეგ კიდევ 9 შეხვედრა გოგა სიჭინავა და ნიკოლოზ ახალაური გამოვიდა მინზე ზუგდიდი თბილისი გუშინ ახალაური მეორე რაუნდში დაამარცხა სანდროს თათარაშვილი და სიჭინავა მოუგო ახალციხე გიორგი ბეროაშვილს ანარიში 5-ე. თბილისს ამ ზონაში ჯერჯერობით არყავს ნახევარფინალისტი, თუმცა ყავს კიდევ ერთი მეოთხე ფინალისტი მარაკში ნიკოლოზ ახალაური.
ამ ზონაში შეხედა ადამიანს დასრულდა, იქ რატიანმა პირველ რაუნდში მოიგო ზანგალაძეს პირველივე წამებზე და განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ტალიაშვილის ნოკაუტი ზუხაიასთან. ტალიაშვილიც შავშანდელი ჩემპიონია, როგორც შავშან ყოფილა 75-ში. მოსწავლეებში და ეხლა ასაკი მოემატა და ჩამოსულა დაბლა 70 წელში. კიდევ რამდენიმე შავშანდელი ჩემპიონი გავიხილოთ, მალევე გიგი არჩაია, ფოთელი, გიორგი გულედანი, მესტიელი. და დავით დვალი გამოიწვია შემიძლია სტაფონელი რა მოხდეს სახსოვანში მოიგოს არის ნოკაუტი ამ ზონაში ეს უკვე მოსალოდნელია ვიხილეთ კიდეც სადაზნებს გიორგა დავიცი მესამე რაუნდი ვინ მოიგო მაგრამ საკმარისი უპირატესობა ჰქონდა ნოდარ გიორგაძეს იმისათვის რომ გახდეს მესამე ნახევარფინალისტი აი ამ წონით კატეგორიაში ორივე რაუნდი მოგებული ჰქონდა ნოდარ შესაბამისად მესამე რაუნდი როგორც არ უნდა დასრულდეს იქნება 5-0 და დაგვრჩება ბოლოს შეხვედრა ამ ზონაში გოგა სიჩინავა და ნიკოლოზ ახალაური შემდეგ იქნება ის ზონა ზუსტად 75 კილოგრამი, სადაც ერთი მეოთხე ფინალი გვექნება სულ მიზეზი უკვე იცით. 5 მონაწილე იყო 75 კილოში. შესაბამისად არჩაიასა და გელა ბეგალიშვილის შორის მოგებული შეხვდება ზუგდიდელ ირაკლი ზარქოვას. და მეორე წელი იქნება 75-ში, აი მესამე რაუნდი სოროზანიშვილმა მოიგო და ჯამში გამოვიდა არა 30-27, არამედ 29-28. ხო, მოკლედ ამ 75 კილოს მიუხედავად მაშინ, როცა ესეთ შეხვედრას დასრულდება სიჭინავა ახალაური და შემდეგ გამოვა 75 კილოში. დასრულდა კი ბატონო იარაღი სოროზანიშვილმა მოიგო 5-1 ხობელ უგა თირქიასთან კარგი იყო ხა ორი მარცხენა ხუკი საკმაოდ ძლავრი სოროზანიშვილის სერია გაუშვა უკა თირქიან და ამით ალბათ საბოლოო გამარჯვებული შინაობა გაიგო ახლა თუ რაღაც ერთი დავწყეთ არ მოიგო უკა თირქიამ ამის ნიშნები აქამდე აპროფილა უტევდა დამაჯერებლად მოიგო 5-1 მოიგო სოროზანიშვილმა რაუნდი და ახლა არ არის გამოიცხული ეს ბრძოლა ბოლომდე დასრულდეს თითქოს თავიდან თანაბრად დაიწყო აი ესეთ წინა ბრძოლა უფრო მოულოდნელი იყო როცა ზუხაიამ მოიგო პირველივე რაუნდში თითქმის თანაბარი დასაწყისის შემდეგ და ეხლა ირაკლის სოროზანიშვილი იგებს მეორე რაუნდში მადამ დემსაჯის გადაწყვეტილებით. შემდეგი წვლილი იქნება ასეთი და გაიყვება სოროზანიშვილის მეტოქეები, ხა რინგზე გამოვლენ ბაჩუკი, აბულაძე, ფოთი და ამ ზონაში ჯერჯერობით არ ყავს ნახევარფინალისტი, თუმცა ყავს კიდევ ერთი მეოთხე ფინალისტი მარაკში ნიკოლოზ ახალაური. კრატიანმა პირველ რაუნდში მოიგო ზანგალაძეს პირველივე წამებზე და განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ტალიაშვილის ნოკაუტი ზუხაიასთან.
უნდა მოხდეს სახსოვებელიშვილმა მოიგეს, არის ნოკაუტი. ამ წონაში ეს უკვე მოსალოდნელია, ვიხილეთ კიდეც. გაზლებს, რა თქმა უნდა, გიორგაძე არ ვიცი მესამე რაუნდი ვინ მოიგო, მაგრამ საკმარისი უპირატესობა ჰქონდა ნოდარ გიორგაძეს. გორში 17 წლამდე მოკრებათა შორის საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი. მასში ქვეყნის ყველა რეგიონიდან 300-მდე ვაჟი და გოგონა მოკრევე იღებს მონაწილეობას. ფინალური შეხვედრები 5 აპრილს გაიმართება. ეს ჩემპიონატი მოგცემს საშუალებას იმისას, რომ ნაკრები დავაკომპლექტოთ და ევროპის ჩემპიონატზე წავსდგეთ. ეს გაიმართება ოქტომბრის თვეში და ყველა მონაწილეს უსურვებ წარმატებას და ვიმედოვნებ, რომ ხილსეულად წარადგენენ ჩვენ ქვეყანას ჩვენი მოკრევეები. ქალაქ გორში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭაბუკ მოკრებათა შორის. 300 მონაწილე ყავს, მათ შორის არიან გოგონებიც. სასიხარულოა, რომ საქართველოში ქალთა ნაკრებმა უკვე საკმაოდ მოიკიდა ფეხი.